კვირა 10 მარტს უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ, წმინდა სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის საჭედპყრობელმა მრევლს ქადაგებით მიმართა და სინანულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე დალოცა იარალი შვილების გვარი და მანდატურები. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. დღევანდელ დღეს ეწოდება შენდობის კვირიაკე, შენდობის დღე. დღეს აღამოს იქნება შენდობის წესი. ასე რომ მომზადდით და მიიღეთ შენდობა. ხვალ იწყება დიდი მარხვა. ეს არის მარხვა სინანულისა და ღმერთმა ინებოს, რომ ამ სინანულს მოხვეს სიხარული. წმინდა ეფრემასური ამბობს, ეუფალო, მომანიჭებე განცდა ითვისთა ცოდვათა და არა გაკითხვა ძმისა ჩემისა. ეს გზა განცდა ითვისთა ცოდვათა და არა გაკითხვა ძმისა ჩემისა ყველაზე იოლია, რომელიც მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში. ამიტომ ყველამ უნდა დაინახოს თავისი თავი. არის შემთხვევები, როცა ახსარებაზე მიდიან მოძღვართან და მოძღვარი ეკითხება, თუ რა შეცვალება ჩაუდენია და იმდენად დახშულია მათი გონება, რომ მე არავითარი ცოდვა არ მაქვს. მოძღვარი ეუბნება, მე მოძღვარი ვარმა და მეც კი მაქვს ცოდვა. შენ შეიძლება გქონდეს, მე არა მაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ გონება დახშულია, სული დათრგუნულია. ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გონება, ჩვენი სული. დავინახოთ ჩვენი შეცვლებანი და სიხარულით შევხვდეთ ბრწყინვალე აღდგომას. დღეს ჩვენ ვლოცავთ გვარს იარალი შვილები. ღმერთმა დაგლოცოთ იარალი შვილები. ღმერთმა გაგამრავლოთ. ღმერთმა სულიერი ძალა მოგანიჭოთ. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისა. ასევე ვლოცავთ მანდატურებს, რომელნიც წესრიგს იცავენ სკოლებში ჩვენ შვილებთან. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღმერთმა შეიწეროს თქვენი შრომა. დღევანდელი დღე
წამყვანი იმით, რომ იხსენებს ეკლესია ადამიანსა და ევას განდევნა სამოთხიდან. ღმერთი მოწყალია და ღმერთი შეიწყალებს კაცობრიობას. ჩვენთან არის ღმერთი და ლოცვილი